ყოველ ოთხშაბათს ტელეკომპანია ქართულის ეთერში საღამოს 9 საათზე. პოლიტიკური არეალი თათია მაჩაიძესთან ერთად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეთერშია პოლიტიკური არეალი თათია მაჩაიძესთან ერთად. დღეს ჩემი სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ედიშერ გვენეტაძე. მოგესალმებით ბატონო ედიშერ. მოგესალმებით ბატონო. მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონო ედიშერ, აი ესეთი კითხვით მინდა დავიწყო, რომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ფობია გაჩნდა ხალხში, რომ ევროკავშირს ვკარგავთ. მივდივართ რუსეთისკენ, ეს გამოსვლებიც და ეს გადაბმული სერია მიტინგების გრძელდება. აი რასთან აგოქ, რატო გამოიწვია ხალხში ამ აზრმა, რომ გინდა თუ არა გონიათ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა ხდება რამის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს გადაცემას და გისურვებთ წარმატებებს. ეხლა საქმე რაში მდგომარეობს? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი ხალხი არ არის ის ხალხი, რომელიც ვერ ერკვევდეს პოლიტიკურ სიტუაციაში. ქართველი ხალხი ბარომეტრია იმ პროცესებისა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს და ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი სწორი არჩევანი, აგერ უკვე მეათეთ დააკეთა ამ არჩევნებს. არჩევანი არალეგიტიმურიაო ეს არჩევნებიც, ხო ყვილი. ეხლა მე შემიძლია ვთქვათ, რომ ეხლა ამ წუთში ჩემო ბატონო, მე თქვენთან მოვედი კანარის კუნძულებიდან. აი ამას გავს ზუსტად ანალოგიური სიტუაცია, რასაც ეს ადამიანები ლაპარაკობენ და თუმცა მათ ამის უფლება აქვთ, რამდენი ზონდა იმდენი ლაპარაკობენ კი რა ლაყბობენ. და საქმე რამში მდგომარეობს, თქვენი კითხვიდან გამომდინარე. არავით არის ევროკავშირის წინააღმდეგი საქართველოს ქართველი ხალხი არა. არავით არის ევროპის წინააღმდეგი ქართველი ხალხი არა. ქართველი ხალხი, ქალბატონო თათია, უპირველეს ყოვლისა წინააღმდეგია იმ უმსგავსო პოლიტიკის, რომელსაც ევრობიუროკრატები ატარებენ საქართველოს მიმართ. თქვენ ძალიან ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით და რა თქმა უნდა არ გახსოვთ საბჭოთა კავშირი, მე ძალიან კარგად მახსოვს რა დავალებები მოდიოდა მოსკოვიდან და მოსკოვიდან დავალებები უნდა შეასრულებინა თბილისს. მეტი უარესია. ხო, რატო ერევიან ისე ბატონო ედიშერ ესეთი ეს ხო ძალიან ჩანს, რომ შიდა პოლიტიკაში ძალიან ერევიან. საქმე რაში მდგომარეობს? მე ის გამიკვირდება რომ არ ერევიან. რატო? იმიტომ რომ ის იდეოლოგია, რომელიც მათ საფუძვლად უდევს, რომელიც ლიბერალური ფაშიზმი გადაქცეული. ეს ბატონო ედიშერ, აი ფაშიზმთან შედარებით, ეს უფრო საშიშია თუ ისეთივე საშიშია როგორც მაშინ იყო. ზოგადად ფაშიზმი. მე ვიტყოდი იმ ფაშიზმთან შედარებით უფრო მეტი ფაშიზმია. რატომ? შევეცდები აუხსნა, ჰაერზე აღლაპარაკობ. ფაშიზმი როგორც ასეთი საშინელი მოვლენაა. დიახ. მაგრამ ის ფაშისტები, ნაციონალიზმი, ფაშიზმი გერმანიაში რომ იყო და მთელს ევროპას იყო იმ დროისათვის მოდებული, საკუთარ გერმანელებს არ შეჯდა. ისე როგორც ესენი აკეთებდნენ განვლილი 9 წლის განმავლობაში და ეხლაც რასაც ლაპარაკობს, მათი დაუძრურებული ბჭყალებში ლაპარაკობ, ვითომს და დაუძრურებული ბელადი, რომელიც მე-4 წელია უკვე კურორტზე იმყოფება ვიამეთში, მათ საშუალება რომ იცენ, თითოეული ჩვენთაგან წამებით ამოხდიან სულს. ამას თავად ლაპარაკობენ და ამას ფაშისტები, ჰიტლერი არ აკეთებდა საკუთარი ხალხის მიმართ. სხვა ხალხების მიმართ აკეთებდა, მაგრამ საკუთარი ხალხის მიმართ არ აკეთებდა. მეტიც მინდა გითხრათ, რაც მათ იდეოლოგია აქვთ. და ეს არის უპირველეს ყოვლისა იდეოლოგია ჰომოსექსუალიზმი. ქალისა და მამაკაცის ნიველირება ერთმანეთისაგან. მამაკაცისა და მამაკაცების ერთსქეცმთა ქალების
ერთსქესიანთა ქორწინება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა საზიზღრობა არის ოპერაციების ბავშვობაში. ამას ეწინააღმდეგებოდა ჰიტლერი და ვიცით როგორ ჯიჯიდა ასეთ ხალხს. მეტიც მინდა გითხრათ, კაცო. ამათ ეხლა შეიძლება ვინმე თქვა როგორ ჯიდა ჩვენი პოზიცია მინდა ყველა მიცოდეს რომ ჩვენ არავის არ ვჯით ამის გამო, მაგრამ თავის მოხვევა იმ იდეოლოგიისა რომლის მიხედვითაც სკოლებში უნდა შევიდნენ თქვენ მცირეწლოვანი შვილები ყავთ ჩემობადონო ვიცი ესე მცირეწლოვანი შვილიშვილები მყავს მე შევიდნენ მათთან და პროპაგანდა აგიტაცია ატარონ იმისათვის რომ ეს ხალია და ქალსა და ქალშორის კაცსა და კაცშორის ქორწინება შეიძლება და ეს აუცილებელია და ამის შესახებ სხვადასხვა ლიტერატურები ავრცელონ ბავშვებს შორის ეს დანაშაულია და ეს რომ ასე არის ვნახოთ ის ევროკომისიის რაღაც ანგარიში პირდაპირაა წარმოქმნილი საქართველოსიო განსაკუთრებისო ხელს უშლისო ევროპისაკენ წინსვლას საქართველოში ის რომ მათ აქვთ კანონი ოჯახური ღირებულებებისა და პროპაგანდისა ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. აი ამას ლაპარაკობენ უკვე მე რამდენად და ამაზე აქვს თავიანთი იდეოლოგია აგებული და შემდეგ გელაპარაკებიან თეთრზე შავიაო და შავზე წითელია. ისე ბატონო ედიშე თვითონ ევროპას აი ძალიან გადაუარა ამ ლიბერალიზმმა და რა ეშველებათ როგორც ისტორიკოსი აი რა მდგომარეობაში ჩავარდება ევროპა. ევროპა იმ მდგომარეობაში ჩავარდება და ჩავარდნელია უკვე რა მდგომარეობაში თავის დროზე ჩავარდა რომის იმპერია. რა მდგომარეობაში თავის დროზე ჩავარდა ბიზანტიის იმპერია. და რომის იმპერიიდან მარტო კალიგულები მინდა დავასახელო. აი კატილინების ამბები და უამრავი რაღაც ასას ჩემოთათია დასაწყისია. ყველაფერს დასასრულია. და აი ეს ლიბერალური ფაშიზმი მიდის ლიბერალიზმი თავის დროზე პროგრესული იდეოლოგია, რომელიც გადაიქცა ფაშიზმად ფორმა მიიღო. უსაშინლესი ფორმა მიიღო, ეს აუცილებლად დასრულება კრახით და უკვე დასრულებულია კრახით. ნახეთ, მიერჩეთ ყურადღება თვითფასო ტელემაყურებლებო ასეთ რაიმე, როგორი ლიდერები ყავთ. ფონ ლაიენი, იუკნევიჩიანი, კუბილიუსი. ნახეთ, როგორი ლიდერები ყავთ აქა. მე მაგათ ვეძახი ერთი, მელობიე ნანულა რო ყავთ. მე მევენახე ია რო ყავთ. ჩემო ბატონო, ისა გედეონა ფოფხაცი. ნახეთ, როგორი სიტუაცია. ხო, ეს საკითხიც კიდევ ერთი კომედიური მხარეა, კომედია. ახლა ხანდახან მიფიქრია იუმორით ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ ესენი რომ მოცილდებიან და უკვე მიდის მაგათი მოცილების ამბავი საქართველოს პოლიტიკურ არენას, მე ვით უნდა გავერთოთ ერთი საღამოს ტელევიზორს ოჯახთან. ესენი არიან უკვე კლოუნებად გადაქცეული, კლოუნებად და როგორ გითხრათ, იცით, ეს ასე სამარცხვინოდ დასრულება იმ პროცესებისა, რომელი პროცესებიც აქ სრულდება, ეს გამოძახილი არის იმის, რომ იქაც სულ მალე ეს პროცესები იმ ევროპაში ასე დასრულდება. ორბანის გამოსვლაც თქვა მან, რომ თუ გერმანიაში სტატუს გააკეთებო ესეც, რომ წინააღმდეგი ხარ თქვა LGBT საზოგადოების ან მიგრაციისო, ამაზე შეიძლება სამსახურიდან მოხსნან, ანუ აი ესეთი კანონი. ეგ არის გადაგვარება და ყოველ შემთხვევისათვის ქალბატონო თათია ესენი იმზადებიან იმისათვის, რომ კარი მიიჯახუნონ, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან ის, რომ მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებდი თქვენად ზამთრად, რომელი ევროპის და ევროპელი ხალხის, ევროპული კულტურის წინააღმდეგი ვართ ჩვენ, არც ერთის აზია ლაპარაკი, ევრობიუროკრატიის მახინჯი ფიგურების, სუბიექტების, რომლებიც სწორედ იმას აკეთებენ, რაცაც არ უნდა აკეთებდეს ნორმალური მოაზროვნე ადამიანი და ამისათვის მათ ძალიან კარგად იციან ერთადერთი რამ, რომ მათ სასჯელები ემუქრებათ. და ესენით კატარგეიტის საქმე, ფეხბურთისაც ჩაატარეს, როგორ და ჩვენ ხომ არ გამოვიკლივეთ, თავად ლაპარაკობენ ამის შესახებ. გაიხსენეთ ეგრეთ წოდებული COVID გეიტის საქმე, ანუ Pfizer-ზე დაფულები აქვს იმის მეუღლეს ფონ ლაიენის მეუღლეს ნაკეთები. კაია კალასმა რო თქვა, ჩემიო მეუღლეო, რა ბიზნეს ეწევაო და მილიონებს მოამატრიალებს რუსეთთან და ჩვენკენ ხელებს იშვებს, ამისათვის ეს გამოძიება ჩატარდება.
ეს სასამართლოები ჩატარდება და ესენი ყველანი გისოსებს მიღმა დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ მოღვაწეობას, სამარცხვინოდ დაასრულებენ. ეს კარზეა მდგარი გალაქტიონი იყო და დღესავით არის ჩემთვის ნათელი, რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობაა. ნათელია ახლა ვინაც ცოტა ისტორიის განვითარების კანონზომიერებაში ერკვევა, იმისათვის ნათელი ერთ-ერთ დიდხანს ვერ გაგრძელდება და მიმდინარეობს ეს პროცესი. გუშინ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, წინადღით იყო უკვე ჩეხეთი. ეხლა დაიწყება მოყვება ნელ-ნელა ეს პროცესები და ამის შემჩერებელი არავინ არა, ვერავინ შეაჩერებს. ვერც მაკრონი შეაჩერებს ამას, ვერც სტარმერი შეაჩერებს და დედამიწა ვერც მერცი და დედამიწის ზურგზე ვერც ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს არის ისტორიული პროცესი. ეს მაინც კონსერვატორები წამოვლენ წინ ალბათ არა, ეხლა ნელ-ნელა ბრძოლას არ დაიწყებენ, თქვათ რომ შენარჩუნდეს დაწყებულია ეს ბრძოლა და ეხლა ზოგიერთები აიტყვიან იმის შესახებ, რომ აი მაგალითად ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვა რადიკალმა და სხვა ენის წარმომადგენელმა, სხვა საწმენოების წარმომადგენელმა, კი სოციალ-კომუნისტები, მაგრამ აი რა დონეზე დამდგა, ხო წარმოგიდგენია, მარაზმი და წარმოადგენაში არ არსებობს ასეთ. თუმცა მე უნდა მივარჩიოთ ჩემოთვიფასო ტელემაყურებელებო, ასეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს ყურადღება, რომელიც არის, რომ არის პროცესი, როდესაც ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი და ორჯერ ყოფილიყო ეს მრავალჯერ, როგორც სამგლე გოჭები ისე ადიან ატეხილები. რატო იცი, ჩვენში გამოთქმას იტყვიან ამას. სამგლე გოჭები. იმიტომ რომ სისხლი მოწყურდათ ადამიანებს ერთმანეთის ნახეთ რა ხდება უკრაინაში. მილიონამდე ადამიანია მეტი ჯარისკაცი მკვდარი. დანარჩენები რა ხდება და როგორი სიტუაცია. ბატონო ედიშე, რაფაც ხო იყო ეს მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა ჩავთულიყავით, გინდა თუ არა ომში, იმიტომ რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ეს რუსოფობია რო ჭირთ და რუსეთთან შეერთება არ უნდათ, კიდე კაი გადავრჩით მაშინ. საქმე რაშია მდგომარეობს, იცით? ძველი ბერძენი ფილოსოფია. ვერ აღიქვავენ ბატონო ედიშე ჩვენ მდგომარეობას ხალხი, თუ აი რასთან აქვს საქმე, მაინც ვერ ვგებულობ. ახლა საქმე რაში მდგომარეობს, იცით? ვინც მაგას ლაპარაკობს ნამდვილ დღეს, ისინი არიან აბსოლუტურ უმცირესობაში, ხოლმე არჩევნებმა დაამტკიცა, რომლებიც რომ რუსეთთან და საბჭოთა კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით. ძველი ბერძენ ფილოსოფოსებს შევახსენებდი ამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასეთი ნათქვამი რა. ანაქსიმანდრე იყო თუ არ ვცდები, ხო, ნათქვამი თუ ანაქსიმენე, რომელიღაც ერთ-ერთი იყო ტვინით გაპენტილი კაცი. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვდა. ჩავლილია საბჭოთა კავშირი არასდროს არ აღდგება და მეორე ამბავი არის ეს, რომ ამ ადამიანებს უნდა გაითავისონ და გამენაერად უნდა გაისეგზეგან ის, რომ ჩვენი ომში ჩართვა ნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა მომავალში არ იარსებებს. ანუ არ იარსებებს მათი ოჯახები, მათი მომავალი, მათი შვილები წარმოდგენა ქონდათ. ახლა ხიდაშელის ჩემობატონო ხიდაშის ვიოსეთში ვილები აქვს დაწმუნებული ვარ უცხოეთში. როდესაც შეასრულებს თავის დავალებას ვიგაურებთან, ლომჯარიებთან, ვარამიებთან და სხვა ასეთ ნაძირალებთან ერთად, მის ცურთუხ მარშრუტთან ერთად პროვინცია მოწყდება აქედან და ენაკლება ახლა ჩვენი მომავალი თაობის ბედის საერთოდ რომ არ აწუხებთ, ამაში ხო ეჭვიარდება. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დავალება ჰქონდათ მეცემული, პირდაპირ დავალება ჰქონდა ერთ-ერთი და არავინ მაგალითი ჩამოთვლა შეიძლება, მაგალითად ერთ რაიმეს ვეთქვით, ის გიჩი ზურაბა პირდაპირ ლაპარაკობდა, რომ 10,000 რუსი ჯარისკაცი შეერაგებლება შემოიდეს საქართველოში, ეს შვება იქნება ისა უკრაინისათვის, ესე ჩვენ თუ დავხოცავდა, ეს იქნებოდა შვება. თუმცა შვება იქნებოდა მისი ჯიბისათვის, ვინაიდან ამისათვის ის ფულს იღებს, ძალიან დიდი რაოდენობით ფულს იღებს. აი ეს გამჭვირვალობის კანონზეც ხო ერთი ამბავი ატეხეს, რომ გინდა თუ არა ეს რუსულია. ეს თავარი ახლა რა შესაძლოა? აი თათენ ნახეთ ეს სტიგმა, მაგათ ასწავლია. მაგათ წინ დარბიან იქეთ უცხოეთში და ამდენი ისა რა ქვია ვოიაჟები აქვს და ვიღაცებს ხდებიან და ასე შემდეგ. ამაზე უზარმაზარი ფული ხარჯება. და მით უმეტეს ნახეთ იმ ევროკავშირის ფონდებიდან იყო სწორედ გამორიცხული გრიგორიადისის მაგვარი ნაძირალებისათვის
მოლოტოვის კოქტეილების საყიდელი ვის აი მის რომანტიზება გააკეთეს ისე ბატონო. ეს ნახეთ როგორი სიტუაცია. ნახეთ როგორი აი წყობის სისტემა თქონდათ ეს ყველაფერი შექმნილი. როგორ ქონდათ იცით ნახეთ რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო წუთებსა და დროებში გათვლილი. აი ნახეთ, დაიწყა შორს უნდა წავალთ იქეთ 2023 წელს ძალიან მშვენივრად ვიცით რა ხდებოდა და რა იყო მარტის თვეში ჯერჯერთი თუმცა მაყურებელი შევახსენებ ჩაიყვანეს სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში. დააყენეს თავისუფლების ქალდაკების ფონზე ტელევიზიის პირდაპირ ეთერით აძახებინეს პოლიციელები დახოცეთ. ქვეყნის პრეზიდენტს აძახებინეს. აბა ერთი ხმა თუ გაიღო რომელიმე ევროსტრუქტურა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. არა, რატომ? იმიტომ რომ ამათ უნდა და საქმე რა შემდგომარეობს, იცით? აქ იყო რუსეთის კალში მოქცევა საჭირო. და აი ხა შეხედეს და ნახეს მოსინჯეს ეს პროქსიონ სხვისი ხელით ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და შეხედეს რომ ძალიან ძიმედ წავიდათ საქმეები. ამიტომ უნდათ და დღესაც უნდათ რომ ეს პროცესები საქართველოში გაგრძელდეს. და რამდენი ხნის განმავლობაში ნახეთ რა უთხრეს ჩვენს მაშინდელ პრემიერს ჩემო ბატონო ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს როდესაც უთხრეთ ჩვენ გავძლებთ 3-4 ეს განსაზღვრულია და შესწავლილია რომ საქართველოს შემოვლოს ჩემი თავი ჩვენ ქართველ ვაშკაც ბიჭებს რომლებიც სამხედროში მსახურობენ მაგრამ 3-4 დღის მეც ვერ გავძლებთ იმიტომ რომ ხლა როგორი საქმეა ებრძოლო რაღაცა სასწაულს ახლა მე რომ გამიყვანო ტაისონთან რინგზე რას გავაკეთებ მითხრა ანალოგიური სიტუაცია ჩვენთან მიმართებაში ხოდა უთხრეს შემდეგ იარაღს მოგცემთო და პარტიზანებად გადიდოთ ნახე პარტიზანული ბრძოლა ხო წავა ესე განწირული ვიყავით ჩვენ რა ამიტომ მე კიდევ ერთხელ სადაც კი ეთერი საშუალება მაქვს და სამადლობელიც გადახდა ეს უდიდესი მადლობა უნდა უთხრათ იმ კაცს და იმ კაცის სახელი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა ბიძინა ივანიშვილი ბიძინა რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ იუველური სიზუსტით გაფლილი პოლიტიკა და დღეს პრაგმატული პოლიტიკა და მე პოლიტიკა ხელოვნება ჩემო ძირფასო თათია ამას ლაპარაკობდა 25 საუკუნის წინ ჯერ კიდევ არისტოტელე და პოლიტიკას უნდა მიუდგე ისე ხელოვნება და ამ კაცმა მიუდგა ხელოვნება როგორც ხელოვნებას ისე ნახეთ ამ 13 წლის განმავლობაში მე ლაპარაკობ სულ არ ვიცნობ მე ხატზე შემიძლია დავიფიცო საერთოდ არ მყავს ტელევიზიის გარდა ისა რა ქვია არსად ნახული ბიძინა ივანიშვილი ხელიც არ მაქვს ჩამონათლებს საერთოდ არ ვიცი ეს პიროვნება ფიზიკურად არ შეხვედრივარ არსად მაგრამ მის მიერ ნაკეთების საქმის გამო ეს უნდა თქვა კაცო შედეგი დაიდო აგერ რა ნახეთ რას ლაპარაკობდა 90-იან წლებში ჩვენ აფხაზეთის ომს თავიდან ვერ ავიცილებდითო აუცილებელი იყო ეს ამბები ვერ ავიცილებ ეხლა მე და ვერცეთი ჩვენთანანი ვერ ავიცილებთ სიკვდილ თავიდან გამორიცხული ეს ადრე იქნება თუ ვიან მოვა მაგრამ ეხლა აგერ პანჯარა ჩემო ბატონო ამ წუთში შემიძლია თავი კათაბალა აუტეხო ამ წუთში მაგრამ შენ იმიტომ ხარ ადამიანი და იმიტომ ხარ მოაზროვნე რომ შენ უნდა გქონდეს შენი მოქმედების გააზრებული საშუალება და რომ ყოფილად ჩემოთათია აცილება შესაძლებელია ეს ხო დაამტკიცა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე მიმდინარე პროცესები. ხუთჯერ უნდათ დაახლოებით თვალე რევოლუციის მიაქციეთ ყურადღება ყოველ დღე რა ამბები ხდებოდა შარშა. შორს მიწავალ 28 ნოემბრიდან რომ დაიწყო მე-6 დღის განმავლობაში რა ხდებოდა პირდაპირ მიმართული იყო ამაზე და აგერ აი ხლა ყურიზირში იყო აგერ 4 ოქტომბერი პირდაპირ ეთერში უყურებდით ყველა რა გათვლები ქონდათ რა ქონდათ მაგრამ ჩანაწერებიც ხო ამოიღეს ამასთან მაგრამ ქართული სახელმწიფო დახვდა მომზადებული ჩვენ ინსტიტუტები გვაქვს და მე ვამაყობ იმას რომ დღევანდელ დღეს ქართულ სახელმწიფოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს იმიტომ რომ ნახეთ რა მაგარი სამუშაო ჩაატარა უსაფრთხოების სამსახურმა რა უნდათ ნახეთ იქა რომ მივიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან ის ღობებიო ისე ხო წინასწარ ხო და ღობე მაგათ ამოსულა აქეთ ღობე დაჯახებია მაგათ ხო და ერთ-ერთი მთავარი რა კიდე შეხედეთ როგორ ქონდათ გათვლილი
იქ უსაფრთხოების ჩვენს უსაფრთხოებას ეს საქმეები რომ არ გაეკეთებინა და არ გაეხსნა ის ჰექსოგენის საქმე უკრაინიდან რომ იყო შემოსული მე ამას ზემოთ დამატებული ის იარაღები რომ ერთ უბანში ააფეთქებდნენ მას გააკეთებდნენ ძალიან დიდი რეზონანსს გამოიწვევდა შემდეგ სადღაც ვიღაცას მოკლავდნენ რაღაც ტერორისტულ აქტებს აქეთ და ეს გამოიწვევდა დაქსაქსვას ძალების დასაქსვას გამოიწვევდა პირდაპირ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება მაგრამ ნახეთ რამოდენიმე წუთებში ჩააქრო ჩვენმა სახელმწიფომ ეს ხო რომ თქვია გაბაწრეს ძალიან კარგად მაგრამ ჩემის აზრით კიდე ძალიან დიდი მოთმინება გამოიჩინეს იმიტომ რომ 300 მერამდენი დღეა ბატონო ედიშე ვეღარ ვითვლი უკვე იმდენი ხანი გრძელდება ეხლა საქმე რა შეა იცით აი სახარებაშია მოთმინებით და შენითა მოიპოვეს სული შენი ეხლა თქვენ წარმოედგინეთ ამათ უნდათ სახელმწიფოს რო გამოიჩინა ასეთ სისასტიკე და ვიღაცას მომდარე თვითონ მოკლავდნენ მე იქ თვითონ და სისხლის დანახვა მე ნებისმიერი საზოგადოებისათვის ეს ჩვეული ფორმა და ჩვეული ხალხებია რომ ადამიანები გააბრაზონ და გამოიყვანონ ისე და მე მომზადებული ყავდათ ის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ხო წარმოგიდგენიათ როგორ წარმოადგენდნენ მთელ მსოფლიოს მასშტაბით საშინელად აშუქებს პირველები და კი ბატონო და დანარჩენები მსოფლიოს მე ისინი მოსყიდული არხები რომ მე ჩვენი აღგვაბარებავ CNN-ზე და BBC-ზე ამას თავად პრეზიდენტი ტრამპი ლაპარაკობს ხო მე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ ხმაში დაიწყებდნენ კვირილს და ნახეთ რომელიმე ერთმა თუ დაგმო საერთაშორისო ორგანიზაცია მან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ ახლა უნგრეთი და სლოვაკეთი არ მხედველობაში ის საშინელება რომელსაც აწყობდნენ საქართველოში 4 ოქტომბერს უბრალოდ სიტყვაში რამდენი ხნის განმავლობაში მიმართა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარებიჩო სიტყვა თვითო გასული არის თვენახევარი თითქმის გადის და არაფერს როგორ ახლა ნახეთ ბავშვობაში ყველას ჩვენთანაც გვაქვს ნახული ის არაჩვეულებრივი ქართული ფილმი კატისა და ლომის არაკი ხო ჩემშვილს ხომ არ დავჟიო ამათმა იციან ესენი იმათი მაპატიებს მაყურებელმა მაგრამ ჩემი გამონათქვამი არ არის რუზველტის გამონათქვამი ამერიკის პრეზიდენტის გამონათქვამი ისინი ესენი იმათი სუკინსინებია და რასაც ავალებენ ამ სუკინსინებს აკეთებენ იმას მაგრამ მე ერთ-ერთი თავარ რაიმე ჩემო თვითფასო ტელემაყურებლებო უნდა მივაქციოთ კიდე ყურადღება ნახეთ ჩვენ არა მარტო მოიგერია ჩვენმა სახელმწიფო რაც საოცარი ამბით ჩაატარა ეს მთელი ეს კასკადი მის მიერ შემოტევილი ამდენ ხნიანი ნახეთ ქალბატონ თათია ერთი ვინმე თუ დაშავდა ისე ხანგრძლივი ვადით რო გაყოლოდა ის მიღებული დაშავება ხო არა არ მომხდარა ასეთი ალბა მითხარით ერთი ვინმე უფრო მეტიც თუ გარდაიცვალა არა არის თითამეტ ბატონოედიში ესე იგი და ერთი ტელევიზია თუ დაიხურა არა მაგრამ მეთვლი რომ ზოგიერთი ტელევიზია უნდა დაიხურა კი ამა ჩვენ მაგრამ ნახეთ რამხელა უდიდესი მიღწევა უდიდესი საოცარი მიღწევა და შემდეგ ნახეთ აი მიუხედავად 1000 გვარი მცდელობისა 1000 გვარი ხერხებისა და ასე შემდეგ აბა ბავშვებში თუ შეაღწიენ ნახე სკოლებში შედიოდნენ დიახ და გამოყავდათ და რატომ უნდათ ნახეთ სააკაშვილი რას ელაპარაკებოდა იმას გვარამიას 1-3-4 წლის უკან რომ ურეკავდა იქეთ და 4-5 წლის წინ რომ ურეკავდა უკრაინიდან ორსული ხალი მოკალითო დიახ ორსული ეს არის უშაშინლესი ძალა რომ მოხდარიყო ხალხში დიდი აგრესია რა თქმა უნდა ძალიან დიდი აგრესია გამოდი ეს იყო ახლა როგორ გითხრათ იცით ჩვენ გავდიოდით და დღესაც გავდივართ არავის არ ეგონავს რომ ჩვენ იოლად მივდივართ სადმე ბეწვის ხიდზე გავდივართ მაინც დღეს გავდივართ ბეწვის ხიდზე გავედით მრავალ გზის გავედით მოყოლებული 28 ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე მაგრამ ნახეთ თქვენ რომ მითხარით კიდე მე ევროკავშირზე და მის მესვეურებზე დღეს გამოქვეყნდა ხერჩინსკის განცხადება რომ ჩვენო საქართველოსო შეუწყვიტეთო ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ პროგრამა თუ რაღაცა ჯანდაბა და ჯარხანა მაგათ
ჯერ კიდევ ივლისის თვეში გახსოვთ? დიახ, ჩვენ არ გვეპატიჟებოდა. არა, ხო და ნახე დასაბრალებდნენ მე 28 ნოემბერს რო გამოვიდა ჩვენი პრემიერი. ესა პრემიერმა თქმა უნდა როგორ გაიყვანა ხალხი მოწოდებებით განსაკუთრებით გულუხილო ახალგაზრდობა გიგაურმა და ლომჯარია. ამან მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანების მოღვაწეობა როგორ შეიძლება ნაძირლური ქმედებები ამ ადამიანების გამოძიებული უნდა იქნეს და გამოძიებული უნდა იქნეს ხლა თუ თქვა სიტყვაზე ვლაპარაკობ დაიცავენ მაგათ მათი პატრონები მთელი სული და გულით და მთელი კბილებით დაიცავენ ჩვენ სახელმძღვანელოებში უნდა შევიტანოთ სასკოლო სახელმძღვანელოებში ჩამოყალიბებული დაწერილი ისე როგორც ქართულ სინამდვილეს შეეფერება და რასაც ისინი აკეთებენ მომავალში ეს არავინ არ გააკეთოს. ის 9 წელი ბატონო ედიშე ბავშვები გამოყვებეს აი ამ ნარატივებით რომ ჩამოუყალიბეს ეს რუსეთი ფობია. არა მე მესმის საერთოდ საქართველოს ბევრი მტერი ყავდა სხვადასხვა დროს და ეპოქაში, მაგრამ ხომ შეიცვალა მდგომარეობა, ანუ ჩვენ ხო ვერ გადავადგილდებით იმ რუკიდან. მეზობლები ყავს ეს რაც ყავს. აი როგორი, ანუ ხომ უნდა გქონდეს სალაპარაკო მაინც დარჩენილი რუსეთთან, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჯის არის რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. რუსეთსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და ლაპარაკის გარეშე იმის დეოკუპაცია არ მოხდება. ანუ ურთიერთობების გარეშე მის ამ ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება. ეხლა რაც შეიძლება რუსი რასთანაა ეს დაკავშირებული? სიტყვა ესეთი რუსის ჩადა. იგივე მიმართოთ ფაშისტურ გერმანიას. რა ხდებოდა რა თეორია? თეორია ხდებოდა რომ ესენი არიან სლავები, ესენი არიან დაბალი დონის, დაბალი განვითარების, ესენი უნდა იყვნენ ჩვენი მონები. ზუიქედანაა ზუსტად, მე შემთხვევით ვლაპარაკობ იმას, კაცო. აი კიდე რამდენჯერ მithქვამს დაინტერესებული ახალგაზრდობისათვის ჩვენ ვყავდა უშესანიშნავესი პიროვნება თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი ფილოლოგი მიშა კვესელავა მიხეილ კვესელავა მას აქვს უნიკალური ტრილოგია დაწერილი ნიურნბერგის პროცესი ესწრებოდა ეს კაცი თვითონ და მაგ ერთადერთი ქართველი იყო რომელიც ესწრებოდა ეს აღწერილი აქვს ამ ნაწარმოებში არაჩვეულებრივია აი იკითხება როგორ გითხრათ იცით დეტექტივია ფაქტობრივად არაჩვეულებრივი რამანი ნახეთ და წაიკითხეთ როგორ ხდებოდა აი რუსის სტიგმატიზაციას უკეთებენ ტვინში და რა ხდება აი რუსულ კანონზე როდესაც ვესაუბრებოდი მაშინ ახალგაზრდებს გქონდა ის საშუალება ვესაუბრებოდი მომისმენდნენ რატომ ხარ წინააღმდეგი არ წაიკითხი არა არ წამიკითხავს მაგრამ მაინც რუსულია აი ხო აი ეს რატო ქონდა აი რატო სტიგმა ჩადებული ხო ტვინში პრეკიბადონო განათლების სისტემაში და ტვინში ჩაუდეს ასეთი რაიმეები ისინი საცოდავები რომლებიც ახლა აი შეიძლება ამ წუთებში დაბოდიალობენ იქა და რაღაცა უმსგავსებს აკეთებენ ზუსტად ეს ხონდა ტვინში ჩადებული და ამაზე მეტი უარესები და ნახეთ რა გაუკეთეს კიდე ჩვენი წმინდანები შეურაცხეს ეხა აი ეკლესიაზეც ძალიან დიდი ილია ჭავჭავაძის უკვდავის სიტყვები მამული ენა სარწმუნოება შეხედა ესეთი შეცვალის მამული ენა ერთობა ნახეთ ეს შემთხვევით იყო არა რა თქმა უნდა ეს იყო იმ ინსტიტუტებში მოფიქრებული და შესასრულებლად გირჩ ზურავებისათვის გადაცემული და საქართველოს უნივერსიტეტი გიულიას ალასანიას უნივერსიტეტი ამის შემსრულებლები იყვნენ ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ რა გააკეთეს უნივერსიტეტებში გადააქციეს ტერორისტების სკოლად დიახ აი 9 წელი მართლა საშინელი კატასტროფული გენოციდი მოუწყო თავის ქვეყანას ეხლა საქმე რაში მდგომარეობს იცით ეგ იყო აქ დაწერილი სცენარი არა ეგ არის იმ გლობალური ფაშისტურ ლიბერალისტური ძალების მიერ დაწერილი სცენარი იმიტომ რომ შენ უდიხარ მას როგორ ვიცით აი საზარბაზნე ხორცი მეტი არაფერი ახლა გაუნათლებელი პირველი დასდაარტყეს განათლების სისტემას დაარტყეს და მოხედავთ ახლა როგორ რა ხდებოდა როგორ დადიოდნენ როგორ დაცეკვავდნენ და მე მაგრამ საქმე რაში იცი მათ ვერ გათვალეს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ
საბჭოთა ინტელიგენციაზე სამსახურდიას დროს გაქალეს ეს და გამოვიდათ, მაგრამ საბჭოთა ინტელიგენციას ისინი იყვნენ მართლა ხელოვნები. ხელოვანები, მაგათი მართლა ხელოვანები იყვნენ, მართლა საქმეების მკეთებელი ხალხი იყვნენ და მართლა ავტორიტეტი ჰქონდა. ახლა მოღვაწეებს რა ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში? მაგრამ ეს მაგათ არხებზე რო უყუროთ ბატონო ედიშერ და არიან აი ხო მე ვხვდები ხოლმე ადამიანებს ესენი მას ცრუ გმირები მართლა გმირები გონიათ. აი ლევან ბერძენიშვილი. კი ბატონო, მე მიკვეს ამ ხალხის ახლა. რატომ მიკვეს, იცი, გითხრათ, ეს ზუსტად ეს განათლების ბრალი. ზუსტად მაგას ლაპარაკ. იმიტომ დაარტყეს ეს განათლებას, რომ ასეთი ცრუ გმირები შეექმნათ. და მე ურტყავენ ყველაზე მეტად. ეხლა ვერ ბედავდნენ ამ დრომდე ილია ჭავჭავაძის შეტევას. მაგრამ ერთობა ამოიღეს. ცოტა ხანში აი ილიას აქვს არაჩვეულებრივი 100 წლის წინათ. აქ 1008 ის რა ქვია 1900 პირველ თუ 1900 წელს აქვს ეს დაწერილი რუსეთთან შეერთების პროგრესულ მნიშვნელობაზე. ახლა რომელიმე მათგანი ილიაზე დიდი პატრიოტია, კაცო მითხრას, გამოვიდეს და დამიჯდეს აქედან მითხრას, რომელიმე მათგანი ილიაზე დიდი ისა მამულიშვილი და პატრიოტი თუ არის, მაგრამ ილია ობიექტურად აფასებს ამ პროცესებს. ხედავს იმ დადებითსა და იმ უარყოფითს, რომელიც მოიტანა ახლა როგორ შეიძლება ერისათვის კარგი იყოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება, მაგრამ მეორე ამბავი იყო რა სივრცეში იმყოფებოდი შენ და როგორი გეოპოლიტიკური სივრცე იმყოფებოდი იყო იმ დროისათვის და აქედან აფასებს ამას ილია ჭავჭავაძე, მაგრამ იმასაც მე გამოიღებდნენ და ილია ჭავჭავაძის აი ამ ნატომას დაუდებდნენ ილიას ეგრეთ წოდებული კომპრომეტირებად კომპრომეტაციისათვის გააკეთებდნენ ამას. მე სხვა ამათვის არ ეარსებებდა არავით არის წმინდა, არავით არის რატომ? იმიტომ რომ ქართული ცნობიერების დარღვევა. ეს ავტორიტეტებს ვერ იტანდა ეს კაცი, მგონი სააკაშვილი და ეს ვინცაც ავტორიტეტი ჰქონდა, უნდოდა რომ რამენაირად დაეწია ბოლომდე. ეს ავადმყოფურად. მგონი სააკაშვილი შეჩეული არა, სპეციალურ ინსტიტუტებს ყავდა შეჩეული რომ რომელიც აქ მათ შემოაგდეს და მოიყვანეს სააკაშვილის ყოველი ფეხი, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ფრჩხილი გაზომილი ჰქონდათ, იცოდნენ რანაირ ტიპის კაცი იყო, როგორ იყო. ახლა ვინმე ხომ არ გონია რომ სააკაშვილი მის შემოვიდა იქიდან არაჟნებში ჩამჯდარი? არა, რაცა ცენტრალიზაციის ეს სააკაშვილი აქ შემოაგდეს რა, რატომ უნდა შემოვიდება? იმიტომ უნდა რომ მარჩევნების ისა მაშინ ადგილობრივი არჩევნები იყო, თვითმმართველობის არჩევნები, ხო და გაეკეთებინათ ის ჯერ ერთი სიტუაცია არეული იყო ისეთი რომ ნახეთ როგორი სიტუაცია იყო იქ მეორე მოღალატე გამოჩნდა გახარია როგორ არის იმ პერიოდისათვის სიტუაცია და ამას დამატებად უნდა ცაცზე უნდა ნავთის დასხმა და უნდა სააკაშვილი იქვე რომ სადღაც მიწიდან ამოზრდილი იყო ასე უნდა გაეკეთებინათ მაგრამ ესეც გათვალა ქართულმა სახელმწიფომ და გააკეთა ვეღარ მიიღებდა ბატონო ედიშერი მციხეების მერე ქართული საზოგადოება მაგას ეხლა საქმე რაში არის იცი ხალხი ვეღარ მიიღებდა მაგრამ ამას დაწუნებული ბრძანდებოდა შეერარებული ჯგუფები წახდომას იქნებოდა შეერარებული ჯგუფები ხო და ახლა თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით შემოთათი და შვილო რაშია საქმე შემოგევლე იცი ჩვენ ზურგზე ვართ ეს გადატანილი. ჩვენ ზურგზე ვართ 90-იან წლებში ვიცით რა არის როგორი სიტუაცია. ქართული ხასიათი. სასწაული ამბავი იქა მე ეს დიდხანს აგერ 90-30 წელიწადი გავიდა და ჯერ კიდევ განელებული არ არის ვინ ვიღაცამ მოკლა. ვიღაცამ მოუკლეს და ასე შემდეგ და ხო ჯერ კიდევ დაძაბულობა არ გასულა. ეს 39 წელიწადია მას შემდეგ გასული, მაგრამ მაინც ეს მიმდინარეობს. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რომ კიდე მეტი უარესი იქნებოდა, არა? და ეს სახელმწიფო უკვე აღარ იარსებებდა და აი ამაზე იყვნენ ისინი წავშლელი და ამაზე არიან დღევანდელ დღესაც წავშლელი. ამიტომ სახელმწიფო როგორც იქნა დაიწყო ქმედებები. როგორც იქნა რატომ ლაპარაკობ ქალბატონო თათიევი, ცით ამას. იმიტომ ლაპარაკობ რომ მე შემთხვევით არ მეთქვით წერან პოლიტიკა ხელოვნებაა 2013 წელს ვერ დაიწყეთ 2014 წელს დაიწყეთ 15 ნახტარება იყო რთული ბოლოს ორი პრეზიდენტი აღმოჩნდა დაგისვეს მოღალატე ორი პრემიერ-მინისტრი დაგისვეს მოღალატე რამდენი აი ნახეთ ორღანაშვილი კი ბატონო ორღანაშვილი კაცი იყო ამათთან შედარებით რა
ხო, მე რესპუბლიკელები ერთი მეორის მიყოლებით ხო ხედავ რას აკეთებდნენ და რა ხდებოდა და როგორ დამოვიწყდება 2020 წლის არჩევნებში, როცა დებატებში ვიჯექით, ყველა იძახდნენ ისინი ხმას შეწყობილად. კოალიციური მთავრობა რა თქვენ წარმოიდგინეთ კოალიციური მთავრობა რა ყოფილიყო 2022 წელს. 2022 წელს ერთი გადადგებოდა კოალიციური 1, 3, 4 კოალიციური მთავრობის, იმიტომ იმათი დასმული იქნებოდა, გადადგებოდა და აქ ამბები ატყდებოდა, რომ უცბად ჩართული იქნებოდით ომში, უცბად ვიღაცა ხელისუფალი მოვიდოდა, რომელიც პირდაპირ გააგზავნიდა მოხალისეებს თვითმფრინავებით თბილისის აეროპორტიდან და დამთავრებული იყო თბილისისა და მთელი საქართველოს საქმე. ის ვორეშნიკი თუ ბურევესტნიკი თუ რაღაცა ჯანდაბები და ჯარხანები ყავს აქვს იმას რა ქვია ოკუპანტ პუტინს და ის ბომბები ჩვენი შვილებისა და ჩვენ თავზე იქნებოდა. ეხლა რომ მithყვა აი გურულებს აი სიტყვა ეციან მოსომგორომებლიო, ასე ვიქნებოდით ამ დღეში იქნებოდა დღეს ჩვენი სამშობლო, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე იმ კაცის 8 წლის შეუფასებელია საქართველოს ისტორიაში. მე ვიტყოდი მეორე დიდგორი გადაიტანა 2022 წლიდან მიდრე დღევანდელ საქართველოს და იმედია ჭკუა გონება საქართველოს რომელიც არაკლია და დღეს ისეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ რომ ეს ხელისუფლება ვაგლახად არავის არ დაუთმობს. აი განათლებაზეც მაინც კითხავთ, იმიტომ რომ ეს თემა ძალიან მიყვარს ბატონო ედიშე რა, ეხლა ცვლილებები მიდის სკოლებშიც. 11 კლასი შემოიღეს, მაგრამ ეხლა ნახეთ როგორი რაღაც არის ამაზე სტატუსი მქონდა და იქ გამომეხმაურნენ რომ ესეცო ხალხს დააწვებაო მე იმიტომ რომ წავაო ევროპაში ასადმეო, ანუ თანხები არ არისო იმდენიო და ისწავლიანო მათი შვილები და ჩვენი შვილები დარჩებიან ისევ. ანუ ესეც რუსეთისკენ მიმავალი გზა არისო. ახლა ერთი რამ მინდა გითხრათ, გამოუკვლევიათ ამ ადამიანებს რამდენია ეხლა სწავლობს მე-12 კლასს დამთავრებული ევროპაში? არა. სტატისტიკა. ამიტომ ყველაფერზე შეიძლება, აი ნახეთ რა კარგადაა ქართულ ანდაზაში თქვა. მეკოთნესო 60 უნდა იქ გამოაბამს ხოთანს ყურს. ეს ამ ადამიანებს, ვინც ეხლა მომართული არის სპეციალურად ამისათვის და ამისათვის არმადაა შექმნილი ტროლებისა და ბოტების ყველაფერზე შეუძლიათ ყველაფრის თქვა. ორივე ჩვენთანგანს ახლა რო დაავალონ და უთხრას გამოგვაცხადდებენ ნარკომანებად. დეტყვიან ჩემ მე ვიღაცა იტყვის პირდაპირ ეთერში ნარკოტიკებს მიითმევდნენ რა. ასეთ რაღაცები შეუძლიათ, იმიტომ რომ ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები. დაკო ლაპარაკობ ახლა ამას. მე-11 მე მაგალითად პედაგოგიური ოჯახის წარმომადგენელი ვარ. მამა პედაგოგი მყავდა, დედა პედაგოგი მყავდა, მეუღლე პედაგოგი მყავს და 14 წელი სკოლის დირექტორის მოადგილედ ვიმუშაობ. და მას შემდეგ მუშაობ ამ განათლების სისტემაში 51 წელია დაწყებული ეხლა. ამ სასწავლო წელს დაიწყო 51 წელი. რა მინდა იცით რა? მე-11 კლასი ეს იყო აბსოლუტური სისულელე და ვაპატი მე-12 კლასი ეს იყო სიგიჟე. სიგიჟე. ეს არის როგორ გითხრათ, იქაც ისეთი მოგონებული არის ეს, რომელიც არაფერში აჯდება. ჩვენ მქონდა საქართველოს მქონდა განათლების პრუსიულ-გერმანული სისტემა. არამედ საბჭოთა არ იყო. ის იყო საბჭოთას ის მქონდა აღებული პრუსიულ-გერმანული, რომელიც დღესაც აქვს გერმანელებს. და მან შვა უნიკალური თაობები. რომ ნიჭიერი თაობები და რომლებმაც ააშენეს საქართველო, დაამშვენეს საქართველო. და ამათმა დაანგრიეს. აი ეს ლომაიამ რაც შემოიღო, ეს სპეციალურად შემოღებული იყო იმისთვის, რომ გავნადგურებულიყავით, ანუ განათლებას მე თუ წამართმევ, ნელ-ნელა აბსოლუტურად გეთანხმებით. და რას და ვისაც რჩებოდით მე ბატონო? საჩვენოდით და გაუნათლებით კონვიაჟორ ერად, მომსახური ერად. მომსახურე შემოვიდოდა ჩემო ბატონო და ეხლაც ესე უნდათ, რომ სინგაპურიზაცია, მხოლოდ მოვემსახუროთ, მეტი არაფერი რა. სინგაპური კიდე წასულია და ბევრად მაღლა იქნებოდა უმაღლის დონეზე ვიდრე ჩვენ მინდა და ჩვენ განვითარებადი სტატუსი. მერაბ ჯიბლაძე იყო ცხონებული ასეთი განათლების მინისტრის მოადგილე, როდესაც ისინი ჩვენი ოკეანის გაღმერლე დაუძინებელი მეგობრები ჩავიდნენ და ის კაცი პირდაპირ ლაპარაკობდა ვირთვაო რა იქიდან ჩამოსულმაო ეგრეთ წოდებულმა ჩვენმა კურატორმა რომ თქვენ ადგინდათ რაცო განათლებაო თქვენთან უნდა იწოდეთ მიმატება დაყოფა და გამრავლებაო მეტი არაფერი
არაფერი ანალიზი საჭიროა. აში ჭირდება ვინაიდან თქვენ ფაქტო განვითარებადი სახელმწიფო სტატუსი გაქვთ და ეხლა საქმე რაში არის? ამას რატო არ აქცევენ ყურადღებას, რომ გაითვალისწინა ხელისუფლებამ ის და პრემიერმა გამოვიდა და თქვა, ის მე-12 კლასი, ვისაც უნდა იქეთ წასვლა და იმის საშუალება აქვს, ის მე-12 კლასი იქნება, შევიდეს იქა, დაამთავროს, წავიდეს და ისწავლოს. ოღონდ, ჩემო ბატონო, ახლა ჩვენი ხასიათი იცი, ყველას მოუნდება იმ სკოლაში, ოღონდ უნდა იყოს პირობა დადებული იმისა, რომ აუცილებლად წავა და აუცილებლად ისწავლის და შემდეგ პირველ კურსზე რო ჩააბარებ ჩვენთან უნივერსიტეტში 11 კლასს დამთავრებული პირველ კურსზე რო ჩააბარებ სადაც უნდა იმის შემდეგ იქ წავა და იქ ისწავლის ევროპის ნებისმიერ და მსოფლიოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებლებში ილია დატრულობდა 50-ი ევროპეულად განათლებულ კაცს დღეს საშუალება არის ამისა მაგრამ გულისთქმული უნდა გითხრათ ჩემოთათი ერთი რამ სოფელში დაბადებულია გაზდელეგაცია ვიცი სოფლის მადლი, სოფლის ძიმე სამუშაო და ასე შემდეგ. მაგრამ კაცი აღარ დარჩა საქართველოში, სოფელში. და ეხლა მოთქვამენ ვიღაცეები შემოვიდნენ. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო, ქართველი კაცი ლაპარაკობს. რატომ მოხდება? ვერ წარმოვიდგენ, ახლა ისეთ ფაქტს გეტყვით. 38 ლარი ღირს 5 სიმინდი სამტრედიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ახალი დამთავრებულია სიმინდის მოტეხვა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა მოსავლის დაბიანება 38 ლარი. ომის დროს არ ყოფილა ხალხო ეს, რამ გამოიწვია ახლა ეს? რამ გეტყვით ახლა. დამუშავებული იყო ყველა ფართობი. რომ გახვიდე, ახლა აი მაქსიმალურად შეიძლება ნახო უზარმაზარ ფართობებში 1-3-4 ჰექტარი სულთნიერად დამუშავებული. არ ქმნის, არ უნდა იმ კაცამის მუშაობა. ეხლა ერთი ამბები არის, ზატეხილი ვიღათ არაბიზაციაზე და ასე შემდეგ. საქმე რაში არის? ინვესტიცია. შეკაი მამიშვილი. ინვესტიცია არ გინდა. ხო, ინვესტიცია არ გინდა, მაგრამ მეორე ამბავი კარგია, ახლა წამოწოლილი, ხო? იმას კაზინოში თამაშები მოდი ტელევიზორს 5-4 საათამდე ფეხბურთებს უყურე და მე შენი შვილიკო პატარა 40 წლის ბიჭი რო წამოდგება ზევი და დედიკო ჩაის მიართმევ ჩემო ბატონო და მე ძილს გააგზელებს ისევ რაღაცა ბატონოედიში შორომ დაიკარგა სიზარმა აი ამას ვლაპარაკობ აი ეს რატო მოხდა რატო დამიმართა ეს აი იმიტომ ეს საბჭოთა კავშირი დაიშალა და მაშინ აღარ საწარმო აღარ იყო აი მან გამოიწვია რომ ვერ დასაქმდნენ და მე მეჩვენე საქმეში საბჭოთა კავშირი იყო უნიკალური მოვლენა იმაზრით რომ საბჭოთა კავშირში ფულს იხდიდა კაცი რომ არ ემუშავა წარმოიდგინეთ ახლა ფულს იხდიდა კაცი რომ არ ემუშავა იყო ასეთ სიტუ გაფორმებულები იყვნენ სხვადასხვა ადგილებში იმიტომ რომ პოლი მილიცია ქვიოდა მას მილიცია ზდევნიდა რომ მუშაობა არ შეიძლება და ხო და რომ არ ემუშავას სახელმწიფო საწარმოებში გაფორმებული იყვნენ, წარმოიდგინეთ, მარაზმამდე იყო ეს ყველაფერი დასული, მარაზმამდე მოდიოდა იქედან ფული და წარმოების დირექტორი ნიდებდა ამას ჯიბეში. ამან თანათანობით დაიწყო და მივედით იმ დონემდე, რომ მებათქაშე რომ გინდოდეს, კარგი მებათქაშე ვერ იშოვა. არა მაგრამ მე მგონი მაინც ურთულესი პრობლემები მარა მე რატო ვლაპარაკობ ჩემო სოთათია რატო ვლაპარაკობ რა თქმა უნდა მაგრამ საქმე რაში ილია ლამბოდა მოყვარეს პირში უძრახი ტერს პირს უკანა თუ ჩვენ საკუთარ თავში არ ვეძიეთ ეს და მაინც სხვა ისა დამნაშავე არაფერი არ არის დიდი მადლობა ბატონოედი შეხვედრებით მომავალ შეხვედრამდე ყოველ ოთხშაბათს ტელეკომპანია ქართულის ეთერში საღამოს 9 საათზე პოლიტიკური არეალი თათია მაჩაიძესთან ერთად